სპორტის თემა კი ერთდებათ. ბუნებრივია რომ ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ფეხბურთი, იმიტომ რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაგვრჩა 2-2 თამაში დაპირისპირება მესამე ადგილისთვის და მატჩი სადაც გახდება ცნობილი ვინ არის ჩემპიონი. 18-ში ან ხვალ ღამე, უпроსტად 19 რომ თენდება, მაგრამ ჩვენ ღამეს ვეძახით ხოლმე. პირველ საათზე არის საფრანგეთი, ინგლისის დაპირისპირება, ეს არის შეხვედრა ბრინჯაოს მედლებისთვის და უკვე 19-ში 23 საათზე გველოდება ფინალი ესპანეთი არგენტინის წინააღმდეგ. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი სტუმარია ბატონი გია გორგოძე, ჟურნალისტი, მიმომხილველი და ჩვენ როგორც დავგეგმეთ ბატონო გია ძალიან კარგად გამოვიდა მსოფლიოს ჩემპიონატს შევაჯამებთ ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. მადლობას გიხდით რომ გვეწვიეთ და პირველი კითხვა არის ესეთი. ფიქრობთ თუ არა რომ ფინალში თამაშობს ორი ის ნაკრები, რომელმაც ყველაზე მეტად დაიმსახურა რომ გადამწყვეტ მატჩში მიიღონ მონაწილეობა? რა თქმა უნდა. ჩვენ პირველად არ საუბრობ და გახსოვთ ალბათ და მე სხვა ინტერვიუებშიც ვიტყვია სხვა საშუალებებთან, მსოფლიო ჩემპიონატი გამახსოვდება ბოლო თამაშებით, ხო, ნახევარ ფინალი და ფინალი. გადამწყვეტი. მით უმეტეს ფინალი და თუ ამ ჩემპიონატს რამე მოუხდება მეთქი, სულ ეძახოდა. ფინალი იქნება ესპანეთი არგენტინა. შეიძლება ეს პროგნოზი არ არის, მე პროგნოზებს კეთება, რომ ეს იყო ჩემი სურვილი, რომელსაც ყველგან ხალხს უსვამდი, რომ აი ეს ფინალი დაამშვენებს და მე მგონია რომ მართლა დაამშვენებს და მართლა იქნება ჯადოსნური ღამე. ძალიან ბევრი სახელია ამ ფინალს სხვა შორის. კი. მესის ქონდა ინტერვიუ გუშინ და კითხეს რას ფიქრობთ ფინალზე? რას ფიქრობ ამას არ აქვს მნიშვნელობა, თქვენთან ნახავთ რა ამ ფინალზე დაწუნდებითო და მე ამას კატალონიურ ფინალს დავარქმევ. და ნიშანდობლივი იყო. ალბათ რეალის გულშემატკივრები არ უყურებენო. რეალის გულშემატკივრებში ბევრი რონალდოს პერსონალური გულშემატკივარია და ესეც ამბობს. კიდევ ერთი ვერსია იყო, ნახე ინტერნეტში ბევრია. ეს არის ლამასიას ფინალი, ესეც ძალიან მომწონს. ლამასიას შეულები ეთამაშებიან ლამასიას ყველა დროის შეულს. საუკეთესოს. აბანოია, მე ძალიან ბევრი რამ წავიკითხებ, მეც პირადად მაინტერესებდა სპეციალისტების მოსაზრება და მეც ჩემი თვალით ვნახე. ნახევარფინალური შეხვედრები, სადაც ესპანეთმა უბრალოდ ფეხბურთი არ ათამაშა საფრანგეთს, რომელიც ყველაზე დომინანტური მოთამაშე იყო ყველა გუნდს თან შედარებით, ყველაზე მეტი გაქონდა და ყველაზე რომელზეც ყველა დიდი ამასები იყო. ამასებიც იყო, მაგრამ სანახაობითაც ჩემთვის შეგრძნების დონეზე საუკეთესო იყო. არა, აქ მასე კაპო ვერდესთან გაუჭირდა არგენტინას. ესე არ მინდა, ესე შესვლა. და კაი თამაში იყო, 5 გოლი გავიდა. კი ბატონო, და ესპანეთმა უბრალოდ ფეხბურთი არ ათამაშა და ინგლისის ნაკრები, რომელმაც ვერაფერი მოუხერხა არგენტინის ნაკრებს, უпроსტად ყველაფერი გააკეთა რომ არგენტინას მოეხერხებინა მათ კართან 2 გოლი. ხო არ ფიქრობთ რომ საფრანგეთის და ინგლისის შემთხვევაში გარკვეულწილად მწვრთნელების არასორმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა აღნიშნული შედეგი. ან ყოველ შემთხვევაში ამ შედეგის დიდი ხვედრითი წილი მწვრთნელების გადაწყვეტილებებზე მოდის. ეს შემთხვევა რომ გეთახმები რამოდენად და თან მე მithქვია რომ არ მხიბლავდა არც ერთი მწვრთნელი. დეშამი საკმაოდ მიუხედავად შედეგებისა, დეშამის ნაკრები როცა ჩემპიონები გახდნენ ძალიან უფერულ თამაშს თამაშობდა. ეხლა კი მეორე უკიდურესობას გადაიჭარა, წასვლისი 9,000 გამოიძახა, ნუ. ხო და რა თქმა უნდა, დეშამის შესაბამები იყო და ამ ტუხელზე აღარ ვლაპარაკობ. თან ტუხელს თავი მოწონს ვანეკეტრებით, არ ვიცი რა, ძალიან გაზიადებული წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და აბსოლუტურად სოხალში. ხوار გინახე იბრაგიმოვის კომენტარი. ეს იბრა არის ფანტასტიკური ვინმე. რამდენი ფოქსის მიმოხილველია. თანადრე უნდა ყოფილიყო იბრა და ანდრე ერთად. ანდრე კი იყო, მაგრამ პრაქტიკულად იყო მარტო იბრა. 8 მილიარდი მნახველი, 8 მილიარდი. ან დედამიწის მოსახლეობა რაც არის, აი იმდენი ნახვა ქონდა იბრაგიმოვიჩ. აუ რა მწარე ნაკ და რა ზუსტად ყველაფერს თავის სახელს არქმევს რა. ესე იგი, ის რაც თოხელმა გააკეთა, მე ყველაზე მეტად მენიშნა ის კეინის სიტყვებიდან. კეინს დიდ პატივს ემ, როგორც ძალიან კარგ ფეხბურთელს, კარგ ადამიანს და სხვა შორის ის ერთადერთი იყო მესი რომ მივიდა და გადაეხვია და კითხეს რა გითხრაო და მითხრა რომ მე ვიცი ეს ტკივილიო და მეს მიშენია. აი რა კარგია ეგეთ ამასო დაინახავ დიდი მოთამაშეების შორის ურთიერთობაში. და დაიმახსოვრებ. და მე ცალკე ვიტყვი მე პირიქით მაგის ზუსტად ანტი პოც ბელინგემზე უნდა ვთქვა აუცილებლად რა.
მიგან დიდი ფეხბურთელი არასოდეს არ დადგება, იმიტომ რომ აბსოლუტურად არის ტუტუცი და უწიფარე კაცი. რაც მან იკადრა, თუნდაც ამ თამაშში მარტო. ჯერ თუ გახსოვს თავიდან როგორ იქცეოდა. ამას გავიზახი პიეტეტი და რაღაცა. იქ რო გადააგდო პირთხასიკით მესი და ზემოდან რო დაახტა კიდე. თამაშის დროს როგორ დაამტვრდა, მე ბოლოშიო ჯარიმა გიდა, ძალიან ხეს ჯარიმა და ვითომ აყენება რა უნდოდა რა. და თამაში მე თავში რო წამოარტყა. პარკოს თავში რო წამოარტყა და მისისთან მივიდა. მისთან მივიდა და ასე რა მოვთხა. შეფრავენ იქ ყველაფერს. ნახავ რა, ინგლისური საიტია, რომელიც ყველა შეფრას საუბარს. როდემდე უნდა ნახავ ფინალამდე ხო გათრეობს საჯებმაო. მესიზე უნები ამ ფინალის მერე, ამ ნახევარფინალის მერე. ყოველთვის ტუტუცი იყო ეს ბელინგემი. ტუტუცას დარჩება და მისგან დიდი ფეხბურთელი არ დადგება. ნიჭიერია კი ბატონო, მაგრამ ჰეიჯუდ უნდა დაუძახო აზე მოდი, იმიტომ რომ მაგიდან არ გამოვა დიდი ფეხბურთელი. ასეთი ქცევით მოედანზე, ასეთი წარმოდგენით რა მოუგია ვაფშე, რა გაუკეთებია აქამდე. აი რა მოუგია, მაგის ასაკში პატარა არ არის. რამდენი წლის არის? 20 გადაცილებულია. 20 გადაცილებულია, ხვიჩასე უფრო უფროსია. თუ ტოლები, ან მე მგონი ცოტა უფროსი. და დაითვალე, ხვიჩაბრა გააკეთა და ხვიჩაზე აუცილებლად უნდა ვთქვა რა. მე ამ ჩემპიონატზე ერთი ჯული არ მალაპარაკებს მარტო ჩემიანია. მესიზე არ ლაპარაკობ ის ღმერთთან არის. ხვიჩაზე უკეთეს დანჩენ ფეხბურთელი მე არ მენახია. და ერთი რამეს იმედი მაქვს კიდე რა რომ მორჩება ეს ჩემპიონატი გადაევლის ეს ეიფორიები და იწყება ჩვეულებრივი საფეხბურთო ცხოვრება და გაიხსნება ეს საფეხბურთო ცხოვრება 12 აგვისტოს სუპერთასის მატჩით. სხვა ჩვენ მივდივარ ზალცბურგში მაგ თამაშზე, მადლობა ფეხბურთის ფედერაციამ დამეხმარა. ხო და ხვიჩა გაახსენებს თავს იქ ყველას ზაროქია გარბაჩოვმა თქვენთან. Who is who? Кто is who? გაახსენებს. სხვათა შორის ხო აი მე ალბათ ოლისეს პირადი გულშემატკივრების ბოსტანში ნასროლი კენჭი იყო. ბატონო გია. ოლისეს უძნელობას მედაუბრალე ბელინგემი. ბიჭერი ბიჭია ყველაფერი, მაგრამ ის როგორ გამომივა თავიდან ახლა. ორი თამაში ბავარიასთან. ხო დაამტკიცა ეხლა. გააქრო მოედანზე ის ოლისე. და უღაცავად პასუხია და ეს ოლისე რა ხა, მესმის ტრენდულია. მესმისო თუმე 223 სიხთის ფლორენტინო პერესი. აი ჯერ ოლისეს რა გაუკეთებია აქამდე. 4 წელი ხო იყო კრისტალ პალასში. არავინ არ გადაროლა. კრისტალ პალასის 5 ფეხბურთელი მაგაზე ადრე გაიყიდა და მაგაზე მეტი ყიდა. ნუ ბავარიას კაი სკაუტები ყავს და მოძებნეს ისა. კი ბატონო გამოადგა ბავარიას ყველა. რა გაუკეთებია, რა განახა. ისეთი რომ გადაირეა სულ ყველა. გადამწყვეტ მატჩებში არაფერი. ერახთან გააკეთა 3 პასი, ხო? და 2 იმასთან სენეგალთან და 5 პასი აქვს. ბოლო 3 თამაში გააკეთა. გინდა პარაგვაისთან, გინდა მაროკოსთან და ესპანეთთან ხო საერთოდ გააქრეს მოედნიდან. ესპანეთმა თამაში დაავიწყეს. აი ესპანეთის ნაკრებთან დაკავშირებით სხვათა შორის ესეთი საინტერესო გუნდია ძიმეთ დაიწყო, მაგრამ ესპანეთი დაიწყო ისე როგორც დაგეგმილი ქონდა. ან ფრეთი დაწყება ქონდა. შვეიცარიასთან წაგეს იმცა ჩემპიონები. აი გუნამი 2010-ში დაიწყეს შვეიცარიასთან წაგებით, მერე გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები. რა გასახდეში იმ წაგების შემდეგ შევიდა. 6 თამაში დარჩაოდა, 6-ს თუ მოვიგებთო და უნდა მოვიგოთ ჩემპიონები ხდებით. არაფერი არ არის ეგო. ხო და ნაკრები რომელმაც აი ტურნირის მიმდინარეობის დროს სალსახად პროგრესი განიცადა და ასეც ჰქონდა დაგეგმილი. ხო და ის თქვა მინდა ეს საკითხი რომ ესპანეთმა თავისი გეგმის მიხედვით წაიყვანა ფინალამდე გზა და აქეთ ბადის მეორე მხარეს არგენტინამ ძალიან დიდი ენერგია შეალია პლეი-ოფის ყველა დაპირისპირებას. ეს არგენტინული ხასიათია უკვე. ხო, აი ეს წმინდა ადამიანური ენერგიის აკუმულირების თვალსაზრისით ხო არ არის ხო არგენტინისთვის გაცილებით უფრო მძიმე ფინალის წინ ვიდრე ესპანეთისთვის. აი, ვინც არის რომ არგენტინას ეგრე იტყვის. მე არგენტინას ვიცნობ და გულშემატკივრობ 1966 წლიდან არგენტინაშიც ნამყოფი ვარ, აი, ისტორია უნდა იცოდე არგენტინის. სხვა შორის ჩვენს მიმართ პირველი ქვეყანა ვინც ცნო ერთა ლიგაში საქართველო იყო არგენტინა. არგენტინა მე სამხრეთ აფრიკა სხვა შორის. არჩევნეს საფრანგეთმა, ინგლისმა და ასე შემდეგ. გერმანია. ხო. იმის მერე გვაქვს უვიზო რეჟიმი, რომელიც არ გაუქმებია. შემდეგ უვიზო რეჟიმი არგენტინასთან ძალიან მოყარლების საკითხი. აი, ეხლა ამაზე ჯერ ესპანეთსა გეტყვი. ესპანეთი არის დიდებული ნაკრები და თქვენი მსმენელია ძალიან დელაფუენტე, თან ბედნიერება ის არის, რომ მის ხელშია გავლილი სულ ყველა ეს. ესპანეთის და არგენტინის ნაკრების ნახევარიც მის ხელშია მე მგონი გავლილი. არა, ესპანეთის ნაკრებში ნათამაშები. ესპანეთში ნათამაშები ხო? ხო, ყველაფერი მოგებული. ეხლა მან მოიგო 19 წლამდელებმა. ბურთების შეფარდა ჩემპიონები გახდნენ. 19-0-ზე ხონდა ბურთების შეფარდა. საოცარი
ესპანეთი თით კიდე ერთი მომწონს ესპანეთი. ესპანეთი არ პარავს ფეხბურთელებს კოტ დივუარს, სენეგალს და ვიღაცებს რა. ესპანეთი თვითონ ზრდის ფეხბურთელებს. ეხლა არ მითხრათ, იამალი მოიპარა მაროკოსგანო. მაროკოელები ცხოვრობენ ჰანიბალის დროიდან. მაგაზე კამათი არ გვინდა, იმიტომ რომ მაროკოელები საშინებული ნახევარი ესპანეთის ზოგადად, განსაკუთრებით ანდალუსიის მხარე. კი ბატონო, ვის ნამყოფია კორდობა და ხო. გრანადაში. ეს სხვა ამბავი. ალგამრა ვისაც ნახია. კარგი. ესპანეთი არის გუნდი, რომელსაც ჰქონდა ჯერთი გუნდი, კარგად შეკრული გუნდი, რომელიც კარგად ესმის ერთმანეთს. მე ხა 8 ბარსელონაში თამაშობდა და მეტი უნდა თამაშობდა. თან უკაცრავად პასუხებდა გრიმალდო კუკურელიას ლამასიას გაზრდილია ეს სხვათა შორის. ხო? არც ერთი რეალი. და ფერან ფერმინ ლოპესი კიდე რა ხელავარსკავი გამოაგდათ კიდე რომ ძალიან მაგრად ითამაშა. მე ოლმო დიდი ხანი უყურებდა მომწონს, მაგრამ ესეთი ოლმო არ მინახია. რაც თამაში იყო. მაგრად იმუშავა ძალიან. ფაბიან რუის ცუდი სეზონი ჰქონდა, მაგრამ თამაში თავისთავად გადაახტა და აი ძალიან ისეთი კითხვები. ყველაზე დაუფასებელი ნახევარმცველებში არის რუისი. ვინისიუს, ოქროს ბურთი და ვიღაცა როდრის მიცეს. აი ვიღაცა როდრიმ დაანახა, ეს როდრი არის ესპანეთის გუნდის ნახევარი. ძალიან დიდი ფეხბურთელი. სუმაგას უსამდა ხაზ გვარდიოლა და როდრი რო დაემტა ჯვარედები მყესები გაიწყვიტა და 1 წელი გამოტოვა. იმ წელს იყო ერთადერთი წელი იყო, როცა გვარდიოლა სიტიმ ვერაფერი მოიგო. აგეთი ჟურნალი ფეხბურთელი. ჭკინვალე ფეხბურთი ითამაშეს საოცარი. და არ დაგავიძეს რომ ტრაუმით თამაშობდნენ და ვერ მოასრო აღდგენა ბოლომდე ვერც იამალმა, სხვა შორის ბაძახის უკანა კუნთის ტრაუმა და იქ ჩაარტყა დილმა, ვითომ შემთხვევით. სხვათა შორის გუშინდელი ვარჯიში გამოტოვეს. გუშინდელი ვარჯიში გამოტოვეს. არ საერთოდ არ ვარჯიშია იამალს და პეროს, ის პედრო პოროს და ძალიან ისეთი საგანგაშო პრესა იყო დილას ესპანეთში და ბუნებრივია, იმიტომ რომ ეხა იამალის გარეშე და პოროს გარეშე ეს მთელი ფლანგია, ხო? ფინალი ისე იმისია, რომ ყველამ საუკეთესო შემოდგენილ ითამაშეს. ერთი რამე კიდე. აი, მიგვირს რა, აი, ყველაფერზე ვიღაცა უპამეკანოს ქებით გადაგვაყოლე 19 წლის კუბარსი არის, მე თუ მკითხავ, საუკეთესო მცველი ამ სოფლიო ჩემპიონატზე. 19 წლის ბიჭი ესე აზროვნებდა დაცვაში, ეს თამაშობს პოზიციურად, ფიზიკურად სხვა ჟანიანიანი, მაგრამ პოზიციას უგებს, მაღალ ბურთზე ახტომისას. არ ვიცი, აი ყველაფერი, პირველი პასი როგორი აქვს, რა გამჭოლი პასები გააკეთა. ან როგორ დაარტყა მაგის და აი, ჭკუით დაპენტელი ბიჭია. ლაპორტასთან ხო კარგი წყვილია, ლაპორტას გადაყვანა შეიძლება მოხდეს იმაში, მაგრამ ეხლა ბარსელონა რაღაც 5 რომეროს უტრიალებს და ეხლა რომერო ესა წარმოედგინე როგორც წყვილი. მოკლედ ეს არის ჭკინვალე გუნდი. და იცის როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. კი ბატონო. სწორედ აქვს გაგებული. ესპანეთის თამაშის მერე უკვე ეჭვები შემეპარა რომ ვაი არგენტინას ფინალში ამაზე როგორ იქნება საქმე. ვიფიქრე უკვე 50-50 მანამდე მაგრამ არგენტინის თამაშის მერე დავწუნდა რომ ეგრე არ არის, იმიტომ რომ განსხვავება არის, ერთი კაცია განსხვავება და ესეთი კაცი ყველაფერს ნიშნავს. ეხლა არგენტინა ხო არ დაიღალაო ამ ნებელობითი მოგებებით, ხო? ის სხვა შორის არავინ არ აქცევს ყორდა. რა ჰეიტერები ყავს ამ არგენტინას, მაგრამ თუდას რაც უნდა მტერობა, კარგია უნდა მტრიანი. და მეგონის ანგაჟირებული შეტევებია მესიზე რა. რონალდისტების რა. ნუ საბრალოები არიან, ხარებს არ უთქვი, მაგაცა კარგად იყვნენ. ხო. ეს ამასე არ ვიცი რა. არგენტინას აქ ესეთ თვისება ხო უნდა იცოდე მეთქი მე რო გითხარი. არგენტინას აი ესეთი ნებელობითი გაჭირებული გამარჯვებები და რაღაცები აძლიერებს შემდეგ თამაში. აძლიერებს. აი ბრაზილიას ისე და დაგასხვება მეზობელი ორი ქვეყანა სამხრეთ ამერიკული ხო? მაგრამ ბრაზილია ფეხბურთშიც ლამბადას ეკოს ან სამბას და არგენტინა ეკოს ტანგოს. არგენტინა ეკოს ტანგოს. სიკვდილის სიცოცხლის ეკოა რა. ესე თამაშობენ ფეხბურთსაც. მათთვის ეს არის სიკვდილის სიცოცხლის საკითხი. ამიტომ არის ესეთი რა და ისაც იგივე კუტი რომ გააკეთა ბურთის გამოტანისას. ფეხიდან ფეხზე ბურთი რო გადაიტანა, ორი კაცი რო აღდა და ეს ხო უმაღლესი პილოტაჟია რა. თან ამის გარისხვას კვერცხები უნდა რა. თუ არ გივარგა კვერცხები არგენტინასთან შერცხვები. ეგრე იყო. აგი ხო და ყველას აჯობა, ყველაზე მაგარი კვერცხები აღმოაჩნდა. ეს გუნდი საოცარი ენცო ფერნანდესმა რეები გააკეთა რა. ძალიან კარგი კადრებია, ყოჩახეს ოპერატორები აქ. პირველად რომ დაატყავს პირველ ტაიმში, კარგი დარტყმა იყო ოდნავასთან, ხო? მეორე თუ ტყამს კიდე და მაგ კარგ ბურთს გამოაძრობს მეგარე. ხო, მეგარე ხარიხის ქვეშ. მესი უძახის ამ დროს რა. დაუძახებს თავისთან. როგორც კი სივრცე გექნება პასზე არ ეფიქრო ეგრევე დაარტყიო. პირველი ამას ეუბნება, ორჯერ დაუძახებ. კიდე დაარტყა, კიდე მომენტი იყო, კიდე ოდნავასთან. და
მესი დაუძახებს კიდე ეუნება. მეო დაგიგორებო. ხო და დაარტყიო მე right of keeper ეს ინგლისურად. ანუ ესე იგი მესის ორი კაცი ყავს წინ გადაყვანდა. მესამეც აქეთ იყურება უფრო ვიდრე ენცოსკენ რომელიც საჯარიმოს გარეთ ადგეს და მეკარეც ხო აქეთ არის ხო მოშტერებილა თან კუთხე აქეთ აღებული. ანუ ყველაფერი ეს წინასწარ დაგეგმილი იყო კი. დაუგორა და ისე დაუგორა და იმდენი დრო ქონდა იმას გაისწორა ბურთი გახედა და ეს გაახსენდა ეს მარჯვნივ მეკარისგა და ფანტასტიკური გოლი. სხვადასხვა მაგ გოლის ეპიზოდში ინგლისის ნაკრების 11 ფეხბურთელიდან 8 იყო საკუთარ საჯარიმოში, 3 იყო საჯარიმოს ხაზის მომიჯნავეთ, ანუ ერთი ნაბიჯის დისტანციაზე, მაგრამ ისე არასწორად იდგნენ, რომ ბურთის გადმოტანის დროს მესიც თავისუფალი იყო და ბუნებრივია მეორე გოლი. ეს ის პერიოდი, როცა ინგლისი 6 მცველით თამაშობს. 4 ცენტრალური მცველია. ნამდვილად არ მეგონა თუ მაგ დროს არგენტინა ბურთს შეაწვდიდა საჯარიმოში. წარმოიდგინეთ, ლაუტარო მარტინესი არის 1.74. 4 ინგლისელი მცველი და ბერნი არის 1.99. სტოუნზი არის 1.95. კონსა არის 1.93. 4.90 მაღალია სულ 1-2 მეტრიანია. აი ამ 4 მცველს შორის ჩამოდის პასი. ნუ მესი ის გათვალა თან თავისი სუსტი ფეხით, მეცინება ამ სუსტ ფეხს. ხო და ლაუტარო რომელიც 1.74 ახდება და ჩააჭედებს ლუსმანები 2 მეტრიან შორის იტანს გოლს. ბერნის და სტოუნს შორის ახდება. ბატონოგია, ნაკრები რომლისგანაც უფრო მეც ელოდებოდით, მესიზე არაფერი მეთქვია ჯერ. მესიზე მერეც უნდა ვისაუბრო და მესი რომ დაამთავრებს კარიერას, მერეც ბევრი გვექნება სასაუბრო, ამაში დარწმუნებული ვარ. ერთი რაღაცის კითხვა მინდა, ნაკრები რომლისგანაც უფრო მეც ელოდებოდით, აი ეგეთი შტაბშტილება, ვინ დაგიტოვათ და ნაადრევად წავიდა სახში. ნაადრევად თითქმის საუკეთესოდ მოხდა ყველაფერი, მაგრამ აი მეც ველოდებოდი როგორც გუნდებისგან, მე მაროკოსგან უფრო მეც ველოდებოდი. მეორე პლანის გუნდებზეა საუბარი. ეკვადორისგანაც მეც ველოდებოდი. ჩვენ ვიყამათეთ აქ ეკვადორთან დაკავშირებით. მექსიკისგანაც მეც ველოდებოდი. თურქებისგანაც შეწარმოდგინე მეც ველოდებოდი. მიუხედავად იმისა მახსოვს ის ესპანელების 6-0. ეგეთი რამე არ მინახშია. არა, ნუ მე ფიქრობდი რომ ჯგუფიდან უნდა გასულიყო თან ისე რომ არ გაჭირვებოდა. ურუგვაიც არ მეგონა თუ ჯგუფში ჩარჩებოდა. და დიდი ამ გუნდებზე ილუზია არ მქონია. აი ნიდერლანდები მაგალითად ბელგია. ნიდერლანდებს და გერმანიაზე მეგონა თუ გერმანული ფეხბურთი და გაიხსენენ რა ხდება რა. წინა ორი სოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩატოვეს. ერთხელ კორეამ ჩატოვა, მეორე მეგონა აზიელებს ტოვებდნენ, მეორე იაპონიამ მგონი, ხო? ნუ მოკლე აზიელებზე და სხვადასხვა აფრიკის 10 ქვეყნიდან 9 გადალახა ჯგუფური ეტაპი. ესე ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი მგონია და კოტ-დიუარის ნამდვილად შემეცოდა, სენეგალის ნამდვილად შემეცოდა. სენეგალმა მოგებული თამაში გაუშვა. 86 წუთამდე ორი მოციგებდა. და იმ საფრანგეთთანაც პირველ ტაიმში ჯობდა საფრანგეთში ჩვენში დარჩეს. ჩვენ შეგვიძლია ასე ვისაუბრეთ ნორვეგიაზე. მეგარე ყავდა სუსტი რომელმაც ყლაპა ეს ბურთი. ტრადიციულად აფრიკული ნაკრებების. შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ ნორვეგიაზე, რომელიც ჩემთვის თავარი აღმოჩენა იყო. დიდი გულშემატკივარი არა ვარ. თბილისში არც მე არ მეგონი რომ საქართველოში რაღაცეები არ მომწონს რა. მე ყოველ სამხრეთელების მხარესა ვარ. ხმელთაშუა ზღვის არეალის ქვეყნებზე ვარ უფრო ევროპაში. მაგრამ ფეხბურთი ცალსახად პოზიტიურად ითამაშეს. ჩვენ საუბრიდან გამომდინარე. არა, გუნდია, კი ბატონო, მაგრამ შეგვიძლია თქვა თუ არა რომ გაამართლა მუნდიალმა. ეს იუტობა იყო ეს რომ დააყენა მარჯვენა ფრთაზე. რაგვარია. ვის გულისხმობთ, იქნებ მეც დაგეხმაროთ. სორლოც ხო არა? სორლოც აბაბის ნოპოს ჯერა გააკეთა იქა. პასი მიცემის პასი რო არ მიცემ. სულბოტის მარჯვენა გარემობა ახლა პროსტა არის საღაზო. არა მაქსიმალე კაცის და ეგეთი კონფიგურაციის აღნაგობის მქონე ადამიანს უბრალოდ გაჩქარება მაგას არა უნდა იდგეს საჯარიმოში და ართხას თავი. ხო და მე კიდევ ერთი მე ვერ გამოიყენა ძალიან კარგი ფეხბურთელი ნუსა. იმ ნუსამ ისეთი ბურთი შეაგდო და ისეთ სკიფინაა. ძალიან მაღალ სისწრაფეებზე თამაშობს, კარგი ენერგია აქვს, შეეძლო მეტის გაკეთებაც. საერთო ჯამში შეგიძლია თქვათ რომ თუ არა რომ გაამართლა ამ სოფლიო ჩემპიონატმა. გაზრდილ რაოდენობას გულისხმობ. რა გითხრა, მაგას უნდა გითხრა რა. როგორ დაახასიათა თვითონ წამოვიღე სპეციალურად ამ ხანაგმა ინფანტინომ ჯერ 98 წლის სოფლიო ჩემპიონატის რეზუმეს კითხო სიტყვა. ეს საოცარი გამოუგნებელი მუნდიალია, რუსეთის მუნდიალზე ხო. როგორც ველოდი ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო გამოვიდა. გულისხმობ ფეხბურთის ხარეს. სიტყვას ვიტყვით იგივე გაიმეორა ყატარში. ეხლა და ფინალის მერეც იგივე გაიმეორა. ნუ ესე იგი უკვე ძალიან წინასწარ არის ცნობილი 2027-ში არჩევნებია. ცნობილია რომ ორი კონფედერაციიდან ხმას ვერ მიიღებს რა. ეს კონფედერაციები ევროპა
არ მგონია იქ და ვინმე ხმა მიცეს უკვე თელეევროპელები ახშოთ თან UEFA-ს პრეზიდენტმა თქვა რომ ჩვენი კანდიდატურა გვეყოლებო ეს იმას ნიშნავს რომ ევროპიდან ხმა არ ექნება ფედერაცია სამხრეთ ამერიკა ის სამხრეთ ამერიკას ფეხებზე კიდია იმიტომ რომ 10 ხმა აქვს მისი ხმების საბადო არის 58 ხმა აფრიკიდან ხმების საბადოა კონკაკაფი აზია, ოკეანეთი და რაღაცა ისეთი კონფედერაციები. იმიტომაც ხონდათ ამ ხელა კვოტები. ამიტომაც ახლა 64 ნამდვილად გახდება იმ 6 ქვეყანაში და 3 კონტინენტზე და თუ საუდის არაბეთისთვისაც, ანუ 34-ზე საუდის არაბეთში გასამართ სოფლიო ჩემპიონატზე დაჭერდა ინფანტინო, მე მგონი 128-ზე წავა თავისუფლად. მან ხო ნაღდი მოხვდებით. სადა საუდის არაბეთში? ეგრე გამოდის. მოხდება ნაკრებს გოლის ხოთორე. ნაკრები 34-ზე საუდის არაბეთში ვერ წავა. ხარ ვიცი. ბატონია დასასრულს უახლოვდება. ხო ჩემპიონატზე მითხრა და გეტყვი. ნახევარ ფინალები და ფინალი დაწონებულია, რომელსაც ნახავთ, ნამდვილად კარგი იქნება. ნამდვილად. გავიგე რასაც ძალიან კარგი იყო და ფინალი ძალიან კარგი იქნება. და მეზე მათქვეინე ორი სიტყვა. გისმენთ. აი ბაჯოს არ გეტყობათ რომ არგენტინის კომაგი ხართ. ბაჯოს სიტყვას გეტყვი რა. აი ფანტასტიკური სიტყვა. რობერტო ბაჯოზე დიდი ფეხბურთელი იტალიელებს რომ აღარ აყავთ იმიტომ იტალიის საქმე ეგრე ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო რაც ბოლოს აცმახსოვს და გებრიელა თაბოს მესი რომ არ იყოს ცხოვრება მოსაწყენი გახდებოდა აი მარტივად და ალალად თქვა და ერთი რამეა რა აი ხო ფეხბურთი სულ უფრო მეტად მსგავსება ცხოვრებას დღევანდელ ცხოვრებას რა აი რაც დღეს ხდება სამყაროში იგივე ხდება ფეხბურთში აუწინ ლაღი და სანახაობრივი თამაში იზრდებდა კომაგებს კომაგიც შეიცვალა რა კომაგისთვის დღეს აღწინა პლანი წამოვიდა აგრესია, ეგო, რაღაცა უხარიათ რა, მაგარი ეგო აქვს. ისე ვიგა ამპარტავნობა, შურით რო სკდებიან და ბოღმით რო არიან, მე გავიგე, ამპარტავნობა 10 წუთიდან ესეთ ყველაზე უარეს წოდვა. ბისი ეგოს, ხაზიგა, აი რაღაც სისულელეები რა. აი ღირსეული ქცევები, ის რაც მალად მოხდა, მესის და კენის შორის, ხო? ეს არის ფეხბურთი, ეს არის ერთმანეთის რესპექტ რო უწერია იმას, ყველა ტრიბუნების ირგვლივ. ეს რესპექტი ხდება ფეხბურთში რა. არ ვიცი. სამყაროც გაუხესდა, ჭარბობს აგრესია, წინა პლანზე სხვა ღირებულებები გადმოვიდა. არ ვიცი. ხო და ფეხბურთს საოცარი უნარი აქვს და ამის გასვას ამას. უფრო სწავლის კომეგებს შეიძლება გულისხმობდეს, რომ ისეთი ვარსკვლავები აღარ არიან. დღეს ვარსკვლავები ძალიან შეცოტავდნენ, მაგრამ განსხვავებას მოედანზე ისე ვარსკვლავები აკეთებენ. 29 წლის კაცი რო განსხვავებას გააკეთებს, ერთი და ყველა დანარჩენის არ ვიცი რა. ასეთი არ ყოფილა, არ მინახავს. ეხლა მარადონა თუ მესიო. არგენტინის საკეთეთი გაუჭრელი არგუმენტი, რომ 2003 წელს ჩავედი, მოგე ორი ჩემპიონატი გაქონდა მოგებული, 3 მესის და 4 ოქროს ბურთი ქონდა თუ რაღაც. მის სამაისური გამიჭირდა, მისი პოვნა. მაგრამ მარადონას მაისური. არგენტინის საუბარი მქონდა, კითხე. არა, მესი კარგი ბიჭია რა, ფუნქციოსო ჩვენო. მაგრამ არგენტინის ჯერაფერი გაუკეთებიაო. ანუ 12 წელს წავიდა, ხო? და მარადონაო, კარგი ფეხბურთელი კი არ არის, კარგი არგენტინელი ფეხბურთელი. მარადონა თვითონ არის არგენტინა. მარადონა თვითონ არის არგენტინა. და კიდევ ერთი არგუმენტი რომელსაც ვიზიარებ. ეს რაღაცა თქვია. ეს უკვე მარადონას მე როგორ მინდურზე ხო გენიოსი ხო და მინდურის გარეთ რა გითხრა? ხო, ცოტა უჭირდა? ხო. რაღაცები საყუდრობდნო მას შეძლო სამაგალითო ყოფილიყო მომავალი თაობის ისო. აი როგორ შეიძლება და ყოფილიყო სამაგალითო? მარადონას მაგრამ როგორ და მიბაძო? მარადონა გენიოსია, მაგას ვერ გაიმეორე და ვერ მიბაძავ, ხო? რაც უნდა მოინდომო, ხო? და ამ გენიოს ყველაფერი ეპატიება, სხვა. ეპატიება ვერამე. რატომ იცი ამის არგუმენტიც აქვს არგენტინელს? მარადონამ თავის თავს თუ რამე დაუშავა, ეს თავის თავს დაუშავა. არგენტინისთვის ყველაზე მეტია გაკეთებული. არგუმენტი, მოდე შეედავე ხა, თავის თავს დაუშავა. ეხლა რა ხდება? მესიმ აქვს გაკეთებული არგენტინისთვის? ეს მე მგონი მოიხსნა, ეს მოიხსნა ხო ადრე ჯერტი. და მე მეორე რა. აბსოლუტურ შედარებას თავიდან დაანებონ რა. მარადონა იყო მე-20 საუკუნის ბოლოს ყველაზე დიდი ფეხბურთელი, მესი დათქმით 21 საუკუნეში არის ყველაზე დიდი ფეხბურთელი. დათქმით და შევირიგოთ, როგორც მანამდე იყო პელე. არ შეიძლება ამ ძალიან დიდი ხალხის განსხვავებული ეპოქების ფეხბურთელები. და შორის დილას სოტბის აუქციონზე გაიყიდა 4.6 მილიონ დოლარად მესის 58 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ნაცვამი მაისური შვედეთში.
მესის არა, პელესი. პელესი სადაც ფინალში გაიტანა და 4.6 მილიონი გადაიხადა უცნობმა პირმა სოტბის აუქციონზე. ეს გახდა მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნივთი ფეხბურთთან დაკავშირებით. პირველი არის მარადონასი აქ ჯობნის პელეს მარადონა 9 მილიონზე მეტია გადახდილი მაისურში, რომელიც ეცვა მარადონას და იმ დროს როცა ღმერთის ხელით გაიტანა გოლი. სოფლის აუქციონზე გასატანი ექსპონატი რა. აბა 86 წელს ხიფონ ჩამოვიტანა დიდი პოსტერი, ძალიან კაი პოსტერი, რომელიც მართლა კარგად არის. მარადონა ბელგიასთან თამაშია და მთელი რაც შეიძლება დიდი იყოს პოსტერი ხელა. დავახვიე ეს პოსტერი აქ რო ჩამოვბრძანა, პოსტერზე რო ჩამოიყვანეს მარადონა ხო გახსოვს? ხოდა ტორიკას მომკიდე ხელი, ის ესპანური კარგად ისწავლე და წავედით. წიგნი მქონდა კიდე რომელიც მაგის პირველი გამოცემული წიგნი მარადონასი ლონდონში ინგლისურად რო იყო ის ვიყიდი და ისინი წამოიძღვარა წიგნი მივეცი ხელი მოაწერია მოვიდა ჩვენთან და იქ ავტოგრაფების მომიდა. დავიწყე პოსტერის გასვლა, მართლა ძალიან დიდია რა. დაიწყო მან ეგეთი რაღაცეები. გაუბრალდი რა. მეთქე ეს პოსტერი 22 წელი გელოდება მეთქი. გადავთვალე რა. ვაცარბლი თორიკას და სანამ ეს თორიკა მოსუხდა ეს ვერ გაიგო რა ის იყო გავშალე და რო დაინახა ვაუ თითქოს თუმე მაგრამ მოწოს ეს პოსტერი ის წელი ხო მაგრამ მოწოს და გამოიმეტა თავის აცაბაცა დიდხანს წერდა რაღაცეებს და ჩარჩოში მაგ ჩამოგიდებული სხვა ჩვენ თამაშების დროს ტელევიზორის უკან აქეთ მესის პოსტერი მქონდა თასროკოსრი და აქეთ მარადონასი და პირველი ვისაც მიულოცე მარადონას მიულოცე მოკლედ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ბატონ გიას მინდა მადლობა გადაუხადო ალბათ ჩვენ მამსმენელს და მაყურებელს არ გაუჩნდება კითხვა ვის ვქომაგოთ ჩვენ ფინალში თქვენ უქომაგეთ ვისაც თქვენ გინდათ მაგრამ აპრიორი ფინალი იქნება ძალიან კარგი მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ვარიანტში გამარჯვებული იქნება ფეხბურთი უხეშობა არ იქნება აი ეს ბელგიელები და ვიღაცები რო იქცევიან ხოლმე ინდა ბაპე თუ გინდათ ესე უღირსად რო იქცევენ ეგეთ რაღაცები არის მოკლედ გამარჯვებული იქნება ფეხბურთი დანარჩენი ინდივიდუალურად თქვენ გადაწყვიტეთ გახარებული დაიძინებთ გვიანღამით თუ დამწუხრებული მე ნებისმიერ შემთხვევაში მაყოფილი ვიქნები რა კი ბატონო მარადონა დიჩქუით არ გამოირჩეოდა მოძიამე ერთი გენიალური ნათქვამია ეს ძალიან მოწონს ეს ციტირებავინა ფეხბურთში იქნება სულ უფრო მეტი ბინძური ფული და ბინძური პოლიტიკაო მაგრამ ფეხბურთი ისეთი თამაშია რომელიც არასოდეს მოკვდებაო და მაგის მოწვევები მინდა გავხდეთ ფინალში დანამდვილებით ასე იქნება მე ერთი კვირით გემშვიდობებით